31 მაისს ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი უკვე მეოთხედ გაიმართება, სადაც კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან ღვინის მწარმოებლები და სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც მსხვილი მწარმოებლები, ასევე მცირე და საოჯახო მარნები, განსაკუთრებული ისტორიებითა და უნიკალური გემოებით. თემაზე სასაუბრო შემოგვიერთდა ფესტივალის ორგანიზატორი სომელია ბატონი ჯაბა ძიმისტარიშვილი. ბატონო ჯაბა, მოგესალმებით, დილამშვიდობისა. ესე იგი, მადლობა საჩუქრისთვის, ღვინო მოგვართვით. დილა უნდა დავიწყოთ ღვინით. დავიწყოთ ღვინით. შეგიძლიათ რომ უკვე დაგვისხათ. ეს არის მანავის მწვანე, ხო? ბრენდს არ ვასახელებ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და ეს ფესტივალი ზოგადად დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაციას ემსახურება, როგორც ყველგან აღნიშნავ ხოლმე, რომ ეს დადღვინოები არის მეღვინეობის პირამიდის მწვერვალი, იმიტომ რომ განსაკუთრებულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებული მიკროკლიმატით, ადამიანური რესურსით, ვენახის ექსპოზიციით, ასევე ამინდით, როგორია იქ და ამ კომპონენტებიდან გამომდინარე, რომელიღაცა ყურძნის ჯიშს ეძლევა საშუალება, რომ თავი საუკეთესოდ გამოაჩინოს. და მსოფლიოში ესეა დაყოფილი ყველგან, რომ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები არის ყველაზე საუკეთესო ამ ყველა კომპონენტიდან გამომდინარე და ჩვენი ფესტივალი ზუსტად ამას ემსახურება, რომ ჯერჯერობით რაც აგვაქვს დარეგისტრირებული არის 33 დაცული ადგილწარმოშობის დასახელება სრულიად საქართველოში, მაგრამ უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს და იმედი მაქვს, რომ ყოველ წელს აი მეოთხე წელია და უკვე გაზრდილია ეს მიკროზონების დასახელებები და წელსაც ვიხილავთ ისეთ დაცულ ადგილწარმოშობის დასახელებას, რომელიც შარშან არ იყო მაგალითად, მაგრამ უკვე წარმოდგენილი იქნება ყველა მოსუსტომას ექნება საშუალება, რომ გასინჯონ და აგემოვნონ და მიხვდნენ რა არის არსი ამის. დიახ. და ბატონო ჯაბა, კონკურსი უძღვის წინ ამ ფესტივალს, როგორც ვიცით, მეღვინეების. აი, რაში მდგომარეობს ეს კონკურსი, ვთქვათ, აი, რა კუთხით მიანიჭეთ უპირატესობა თითოეულ მათგანს, 10 გამარჯვებულია, როგორც ვიცით, მაგრამ 10 ვინაობა ჯერ არ არის, ხომ ცნობილი? აი, უფრო ზუსტად თქვენ 10 გამარჯვებული არ არის. აქ არის OIB სტანდარტი, ესეთი მსოფლიო სტანდარტია ღვინოების შეფასების, ანუ შემოდის ღვინო და არის მწარმოებელი, რა თქმა უნდა, უბრალოდ იცი, რომელი მიკროზონის არის, რომელი დადღვინოა, რომელი წლის მოსავალია და შესაბამისად უკვე სხვა კონკურსებიდან განსხვავებით ამას ემატება კიდევ ერთი შეფასების კრიტერიუმი. ეს არის ტიპიურობა. რამდენად ტიპიურია ამ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისათვის. მაგალითად, ხვანჭკარა უნდა იყოს ბუნებრივად ნახევრადტკბილი. თუ შემოვა მშრალი ხვანჭკარა, ანუ ტიპიურობა რო ახსნა რა არის. მშრალი ხვანჭკარა უკვე ხვანჭკარა აღარ იქნება, ეს უნდა იყოს ბუნებრივად ნახევრადტკბილი, ხო? ან რაჭას უკავშირდება უფრო ხვანჭკარა. კი ბატონო, რაჭა, საქართველოს, უბრალოდ ნახევრადტკბილი, იმიტომ მოვიტანე, რომ ძალიან მარტივია ასახსნელად ტიპიურობის დაცვაში რას გულისხმობა. თუ უნდა იყოს ნახევრადტკბილი, არ უნდა იყოს მშრალი. საფერავი უნდა იყოს მშრალი, ხო? საფერავი, მოგუზანი არ უნდა იყოს ნახევრადტკბილი სიტყვაზე, სადესერტო ღვინო რაღაც. მოგუზანი უნდა იყოს წითელი მშრალი. აი ეგ მომენტი არის დამატებული ამ დეგუსტაციაში. ჟიურის წევრებს რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურის წევრები მყავდა, რომლებსაც არაერთ საერთაშორისო ფესტივალებზე და კონკურსებზე აქვს მონაწილეობა მიღებული როგორც ჟიურის, შესაბამისად კრიტერიუმები იყო ძალიან მაღალი, ასე ვთქვათ, დანდობას არ და 95-ს ზევით იყო უკვე დიდი ოქრო. ეს დიდი ოქრო ჩემ დასაბედნიეროდ შაშაწინ არ იყო და წელს უკვე 2 დიდი ოქროს ფლობელი ყავს და მეც მოუთმენლად ველი ვინ არიან ვიცოდე, იმიტომ რომ ჩემთვისაც ეს რეზულტატი ცნობილი არ არის, რადგან მეც ჟიურის წევრი ვიყავი, ეს ყველაფერი გამოცხადდება 31-ში ფესტივალის სველობის დროს და სიურპრიზი იქნება ესე იგი. ჩემთვისაც და მეღვინეებისთვისაც და ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო ელოდებათ, ხო მათ წინ ამაზეც რომ გითხრათ. დიახ, გამარჯვებული პირველი ათეული, რომელიც
ქულების რაოდენობით ყველაზე მაღალი იქნება. ფესტივალის ფარგლებში, ფესტივალის დაფინანსებით იგზავნება იტალიაში ეს შემოდგომაზეა ხოლმე საერთაშორისო ღვინის ფესტივალი მერანო, ჩრდილოეთ იტალია და მათ უკვე საშუალება ექნება წარადგინონ თავის ღვინოები, მსოფლიოს წარადგინონ და არა მარტო ძალიან სერიოზული ჯილდო არის და დიდი სტიმული ალბათ მეღვინეებისთვის. ყველას უნდა გამარჯვება. ბატონო ჯაბა, აი ფესტივალს რომ დავუბრუნდეთ, ერთდღიანი არის, ხო? აი როგორ წარიმართება ჩვენ შესავალში აღნიშნეთ, რომ თქვათ საოჯახო მარნებიც იქნებიან წარმოდგენილი და ეს ძალიან დიდი სტიმულია და წახალისება, ხო? საოჯახო მეღვინეებისთვის. აი ამაზე რომ გვესაუბროთ და ფორმატი როგორ იქნება თვითონ ფესტივალის? მოკლედ ყველა იმ მარანს არა აქვს მნიშვნელობა ეს დიდი იქნება თუ პატარა, რომელსაც რომელიმე მიკროზონაში არიან ისეთი მარნები გამოსული, მცირე მარნები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ღვინო აქვს. და ერთი დასახელების მხოლოდ ამ ერთი ღვინით იღებენ მონაწილეობას. დიახ, იმიტომ რომ ფორმატი შეზღუდულია, მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები უნდა იყოს წარმოდგენილი. მან ვერ იხილავს სხვა ისეთ ყურძნჯიშები რო აწერია ხოლმე ეტიკეტზე მაგნაირებს არ იქნება მხოლოდ კონკრეტული მიმართულებით. და დაახლოებით 60 მარანია, აქედან დიდი და მცირე უკვე დიდი მარნები დაახლოებით 10-15%-ია, დანარჩენი მაინც ესეთი მცირე მარნებია. მთელი დღის განმავლობაში, რადგან გასვლა გვიწევს და არის არა თბილისში, ამიტომ პროგრამა იწყება 3 საათიდან, თან ვცდილობთ რომ ყოველთვის ისე გვიწევს ხოლმე რომ განია სიცხეა, იმედია წელსაც ამინდი გვაცლის ამ ყველაფერს. წელს უკვე ვეღარ გაიგებ რა იქნება. პროგნოზი ამინდის ცოტა გართულდა. 3 საათიდან დაიწყება, უკვე ექნებათ საშუალება მოვიდნენ, მარნები გაიცნონ, ღვინოები დააგემოვნონ და დღის ბოლოს გვექნება მგზავრების კონცერტი. იქნება ასევე ბავშვებისთვის რეკრეაციული სივრცეები, ასე რომ ოჯახით შეუძლია ყველა ადამიანს ჩამობრძანდეს, სისიამოვნოს, ბავშვები ცალკე გაუშვას და აი ეს ღვინოების დაგემოვნება უფასოდ არის შესაძლებელი, ხო? რა თქმა უნდა, იქ ჩვენთან ყველაფერი თავარი დედა აზრიც ეგ არის, რომ მეღვინისთვისაც და სტუმრებისთვისაც რა თქმა უნდა ყველაფერი გათვალისწინებულია. უნდა იყოს ძალიან დიდი ზეიმი და ყველა უნდა იყოს კმაყოფილი იქ ჩამოსული სტუმრები. ბატონო ჯაბა, რაც შეეხება ღვინოს, რომელიც თქვენ მოგვართვით და წესებს თქვათ რაც უკავშირდება ღვინის დასხმას, დაგემოვნებას და ასე შემდეგ. აი ამაზეც რომ გვესაუბროთ, ძალიან საინტერესო იქნება. ეს არის თეთრი მშრალი, ხო, როგორც მივხვდი და სუნელზე თეთრი მშრალი და აი ესეთ ღვინოებს ვეძახით, კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოებს. დაახლოებით ესე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე საქართველოში ძირითადად ვაწარმოებდით ხოლმე ღვინოს ქვევრში და ქვევრის ტექნოლოგიას და ამ ტექნოლოგიას შორის განსხვავება მარტივად რო თქვა არის, რომ ქვევრში ვიყენებთ სრულიად გამოწნეხილ ჭაჭასა და კლერტს, ანუ ერთად ვათავსებთ ხოლმე ქვევრში და ერთად მიდის დუღილის პროცესი. და იუნესკოთია ეს ტექნოლოგია დაცული. კი ბატონო, იმიტომ რომ 8000 წლის უწყვეტი იუნესკოს მიერ უბრალოდ, დიახ. 8000 წლის უწყვეტი ტრადიციის გამო. გარშემო კავკასიაში, შავი ზღვისპირეთში, აი ყველგან, ხო, ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ყველგან იყო ეს ქვევრები აღმოჩენილი, მაგრამ მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან ისინი წყვეტენ უკვე ქვევრში მომზადებას, შემოდის უკვე კასრი, მე-20 საუკუნეში ჩდება უკვე უჟანგავი ფოლადის ავზები, შესაბამისად უფრო გაადვილდა მასთან მოპყრობა და დამუშავება და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნა ეს ტრადიცია ქვევრის და ეხლაც ისევ ჩავდივართ ქვევრში, ხეხავთ და ყველაფერი უცხოელებს რაც მოწონთ ეს handmade wines ეძახიან, ანუ ყველაფერი მიდის. ნუ ეს ტრადიცია ცოცხალია და ძალიან ბევრი საოჯახო მარანი სწორედ აი ამ ტექნოლოგიას მიმართავს, მარნის მეპატრონე და ესე იგი აი ამ რაოდენობაზე რომ მითხრათ, აი ესე რომ ჩამოასხით, თქვათ ეს არის მიზანშეწონილი რაოდენობა? მოკლედ, ჭიქის ფორმის მიხედვით ძალიან მარტივად რო აუხსნათ მაყურებელს, იმდენი უნდა იყოს შიგნით ჩასხმული ღვინო, რომ დაატრიალებ, არ გადმოისხას. მარტივად რო თქვა. ამ დატრიალების თავარი მიზანი რა არის? არომატული ნივთიერებები, რომელიც ღვინოში არის აქროლებადი, შესაბამისად, კარგია ხოლმე რომ ჰაერთან შეირწყას ეს და უფრო გააქტიურდოს, მე უფრო ადვილია ამ არომატების შეგრძნება და ამოცნობა, იმიტომ ვატრიალებთ ხოლმე ჭიქაში ღვინოს, იმიტომ ვატრიალებთ ხოლმე დეკანტერში და პირში ჩაგუბების დროსაც სროვაკეთებთ, ბულბულს რო ეძახიან ცხახმარად. ხელი აქ უნდა მოვკიდოთ, ხო, ჭიქას და არამც ჭიქაში, არა თავში, უნდა ჯერ ერთი რომ არა ესთეტიურია ესეთ ნათითურებია, მეორე შეიძლება ხელის ტემპერატურამ ცოტა სითხის ტემპერატურაც შეგიცვალოს, ეგ ცოტა ნაკლებად, მაგრამ მაინც და
ყველაფერს აქვს თავისი ეტიკეტი, შესაბამისად ღვინის მირთმევასაც თავისი ეტიკეტი აქვს. ქართული ეტიკეტის თამადახმარად ჩვენ რომ სუფრასთან თამადა გვყავს, მაგნაირი არავის არა. ანუ ჩვენი განსაკუთრებულობა და მაგრამ ყველა თამადამ შეიძლება არც იცის ღვინოსთან სწორი ურთიერთობა. რა თქმა უნდა. არიან ისეთებიც, ასეთებიც. დიახ. ბატონო ჯაბა, აი მინდა გკითხოთ ასევე აი რა გაუმჯობეს ამ ფესტივალებმა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, რაც შეუწყო ხელი უკვე მეოთხედ ტარდება და რომ შევაჯამოთ ერთგვარად ჩვენი საუბარი მეღვინეებისთვის, ზოგადად ღვინის ხარისხის თვალსაზრისით, რა გაუმჯობესდა და დღეს რა შეგვიძლია ვთქვათ, უკეთესი ხარისხის ღვინო გვაქვს დღესდღეობით, ვიდრე თუნდაც 4 წლის წინ. ბაზარზე გულისხმობ და აი მაგალითად ნებისმიერი მომხმარებელი რომ შევა მაღაზიაში, ნებისმიერში და დახლიდან ღვინოს აიღებს და იყიდის. აი კიდევ მაგას ემსახურება ფესტივალი. ნებისმიერი მომხმარებელი რო შევა და დახლიდან ღვინოს აიღებს. ნახეთ, ძალიან საინტერესო მომენტია. შენ არ იცი დახზე იმ ბოთლის შიგნით რა არის, რა იმალება, ეს ფესტივალი გადაძლევს იმის საშუალებას, რომ უბრალოდ მიხვიდე, უფასოდ დააგემოვნო, რაღაცა ღვინო მოგეწონება, შეიძლება მთელი წლის განმავლობაში ეს ემოცია გავყვეს და მხოლოდ და მხოლოდ ამ ღვინის მომხმარებელი გახდე. ამისთვის არის ეს ფესტივალები და თან ყოველ წელს ხარისხი ქართული ღვინის უმჯობესდება, როგორც გითხარით, შაშან მაგალითად თუ არ ქონდა ბრმა დეგუსტაციაზე დიდი ოქრო, წელს უკვე 2 დიდი ოქრო გვაქვს, ესეც უკვე იმის მანიშნებელია, რომ იზრდება ხარისხი, რა თქმა უნდა და ყოველ დღე მივიწევთ იმისკენ, რომ ქართულმა ღვინომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი მსოფლიო მეღვინეობაში და პირველ ხუთეულში მაინც აღმოჩნდეთ ადრე თუ გვიან და ამას თუ ესეთი ტემპით წავედით, აუცილებლად მალე მოვესწრებით. და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, სად, როდის გაიმართება ეს ფესტივალი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ანონსის სახით რომ უთხრათ და 31 მაისს, მოკლედ ყველას გელოდებით ქალაქ ბოლნისში. 3 საათიდან დაიწყება უკვე კონკრეტული აქტივობები მოსული სტუმრებისთვის და ვურჩევ ყველას, რომ ჩამოვწანდენ თავისი ოჯახით, დაისვენონ, უამრავი ღვინო დააგემოვნონ და თვითონაც დამერწმუნონ და დაადასტურონ თავის თავში ის, რომ ქართული ღვინო ნელ-ნელა უმჯობესდება და უფრო უკეთესდება. ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას და ესე იგი თქვენს ფესტივალსაც გაუმარჯოს და მეთქმა დაუწოს თქვენი ფესტივალი. დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორის სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.